10 დღე ახალი სადაზღვევო პოლიციების სამოქმედებამდე საქართველოს პირველი რიდი ჩოხატაურში მცხოვრე ოსეფაიშვილების ოჯახს ესტუმრა და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლიციები თავად გადასცა. ოჯახში ორი პენსიონერი ცხოვრობს, სანდრა ლვოუსმა ოჯახს პოლიციის გათვალისწინებული მომსახურებისა და სარგებლობის წესები გააცნო. სადაზღვევო პოლიციები 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედება. ამ დროისათვის დაზღვეულ მოხმარებელთა რაოდენობა უკვე 2.400.000 იქნება. 10 დღეში დაახლოებით შევა უკვე ძალაში. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და 6 წლამდე ბავშვები და კიდე სტუდენტები. ესე იგი დიდი ნაკადი დაიმატება. შეგიძლია ცხელხაზე დარეკო, რომ არ მოგიცემდეს რიგში დგომა. ან მიხვიდეთ სადაზღვევო კომპანიაში და გეტყვიან, რომელ საძე მოხვიდეთ ოჯახის ექიმთან და მე ის უკვე განსაზღვრავს რომელ სპეციალისტთან ან რომელი სადიაგნოსტიკო პროცედურა უნდა გაიაროთ. შემიძლია ვიყურნალო, შემიძლია ლაბორატორიულად ანალიზებს ვიშინჯავ შაქარი მაქვს, ყოველთვიურად მედიკამენტები შევიძინო და ყველაფერი ასე რომ შემბადე და მევიდნენ და მომიტანენ ეს აუცილებელი მინდა მივმართოთ ჩვენ მოსახლეობას, რათა დროულად მოახდინონ, ასე ვთქვათ, რიგის დაკავება, დაუკავშირდნენ იმ სადაზღვევო კომპანიას, რომ ცხელი ხაზის ტელეფონი მითითებულია პოლისზე და წინასწარ ჩაეწერონ ექიმთან ვიზიტზე.